საქართველოს რაგბის კავშირი გამოირჩევა არა მხოლოდ იმით, რომ შეგვახსენებს რაგბი ჩვენი თამაში, არამედ გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობითაც. საქართველოს რაგბის კავშირი იწყებს ახალ პროექტს, რომელსაც ჰქვია სახლი და მასში ჩართულები იქნებიან აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანები. სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრებთ ახლა ჩვენ სტუმრებთან ერთად. ნონო ანდღულაძე საქართველოს რაგბის კავშირის სოციალური პროგრამების ხელმძღვანელი და თამარ მელაშვილი აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდის თანადაფუძნებელი და ლუკა ჭოჭუა ჩვენი სტუმარი ასევე რომელიც რა თქმა უნდა როცა სპორტს პირდაპირ თუ ირიბად ეხება საქმე ლუკა აქ უნდა იყოს. ძილამშვიდობისა მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. პირველ რიგში დავიწყოთ ახალი პროექტით სახლი. რას ეხება ეს პროექტი, რას მოიცავს და ვინ ჩაერთვება ამაში? დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისათვის. მოგეხსენებათ რომ წელს არის მსოფლიო ჩემპიონატი, ეროვნული ნაკრები თამაშობს, ასევე ოსლამდელთა ნაკრები თამაშობს თავის მსოფლიო ჩემპიონატს. ორივე გუნდი უნდა გაიაროს ხანგრძლივი შეკრება და ამ ხანგრძლივ შეკრებაზე აუცილებელია რაღაცა განტვირთვა ბიჭებისათვის, იმიტომ რომ მარტო მოედანი და ვთქვათ ეს ბაზა მოსაწყენი არის, მათ ფსიქოლოგიური განწყობისათვის აუცილებელია რომ რაღაცა განსხვავებული გავაკეთოთ. შარშან აი კლიპი ნახეთ ახლა და პირველი პროექტი იყო ესეთი გუნდის შენების, რაც საქართველოს ისტორიაზე იყო დაფუძნებული, რაღაც სახელო მეომრის ისტორია მოვყევით. და სხვადასხვა ლოკაციებზე ვატარეთ და მოკლედ ხანგრძლივი კამპანია გამოვიდა, რაც საბოლოო ჯამში შედეგზე აისახა და ისტორიული შედეგი დავდეთ. წელს ცოტა სხვანაირად გვინდოდა უფრო რაღაც სოციალური ქუდის ქვეშ გვინდოდა კამპანია ყოფილიყო ბიჭებისთვის სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლების მიზნით და ასევე საზოგადოებისთვის რაღაცა სარგებლის მოტანა გვინდოდა და იდეა იყო რომ აგვეშენებინა სახლი და რომელიმე ჯგუფისთვის გადაგვეცა და აი ესე მოხდა რომ აუტიზმის ეროვნულ ცენტრთან დავკავშირდით. შედგა თქვენი კოლაბორაცია. მანამდეც ჰქონდა რაღაცა პატარა აქცია ერთად, ანუ დახმარება ხელი გაუწიეთ და ეხლა ჩვენ გვინდა რომ ეს უფრო ასე ვთქვათ მაღალ დონეზე ავწიოთ და მორაგბეებმა სახალისო რაღაც კამპანიაში მიიღონ მონაწილეობა. და სადაც მათი საბოლოო მიზანი იქნება აუტიზმის ეროვნულ ცენტრის პირველი კოტეჯის აშენება. ორივე გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ოსლამდელები აპრილში აპრილის ბოლოს ჩაერთვებიან და მაისის ბოლომდე ითამაშებენ. ასე ვთქვათ, თამაშების სახე ექნება და ეროვნული ნაკრები ივნისიდან აგვისტომდე იქნება ჩართული ამ კამპანიაში. ძალიან მაგარი ამბავია. ბატონ თამარ, თქვენი ფონდის ჩართულობაზე რო გითხრათ ამ პროექტში? მე გახლავართ აუტისტების მშობელი და ეს ფონდი დავაარსეთ მშობლებმა. პირველი ცენტრი, რომელიც ჩვენი ფონდის დამფუძნებელმა დაარსა, საერთოდ საქართველოს პირველი ცენტრი სოფო კერესელიძემ 2010 წელს დაარსდა და ეხლა უკვე ილეონის შემადგენლობაში ფუნქციონირებს, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის შემადგენლობაში. მე გაჩნდა პარალელურად სხვა ცენტრებიც, მაგრამ ყველა მათგანი არის 15 წლის ჩათვლით. 15 წლის ზემოთ ისევ არაფერი არა და ისევ ჩვენ მოგვიწია აი ამ პირველი გზის გაკვალვა. და ის ცენტრი, რომელიც ჩვენ გადავწყვეტეთ, აუტიზმის ეროვნული ცენტრის შენებლობა, ეს გახლავთ 16 წლის და ზემოთ აუტიზმის მქონე ადამიანებისთვის, მათი აკადემიური უნარების, განსაკუთრებული უნარების განვითარებისთვის, პოვნისთვის და განვითარებისთვის, ასევე დამოუკიდებელი ცხოვრების სწავლებისთვის, შრომით უნარების შეძენისთვის, რათა მათ დამოუკიდებლად შეძლონ მომავალში ცხოვრება და თავარი კითხვა, რაც მე და სხვა მშობლებს გვაქვს, რა იქნება ჩვენ შემდეგ, ეს პასუხი არის, ეს ცენტრი არის პასუხი ამ კითხვაზე. ამდენად ეს უზარმაზარი პროექტი, რომელიც დაიწყო და მერიამ ამისთვის ჩვენ მიწა გადმოგცა, 2 ჰექტარი მიწა თბილისში და მადლობა მათ ამისთვის. როდიდან დაიწყება კომპლექსის შექმნა? აი ახლა უკვე ჩვენ 2 აპრილს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა და მთავრობის წევრები დავაანონსეთ, რომ უკვე ამ თვეში რაგბის კავშირის და რიგორამას ერთობლივი იდეა იყო ეს ჩვენ დაგხმარებოდან პირველი კოტეჯით და იწყება უკვე პირველი კოტეჯის შენებლობა, უკვე სხვა კომპანიები პარალელურად ერთვებიან. დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან
სწრაფ ტემპში ვიმოქმედებ, თუმცა ძალიან დიდი კომპლექსია და ძალიან ბევრი სამუშაო არის ჩასატარებელი. აი მე და ლუკა ვსაუბრობდით ცოტა ხნის წინ სწორედ საქართველოს რაგბის კავშირის სოციალურ პასუხისმგებლობაზე და ვახსენებდით, რომ CSR-ი ეგრეთ წოდებული ბევრად უფრო მდგრადია, მაშინ როცა კავშირშია იმ კომპანიასთან ან ბიზნესთან, აი ამ ბიზნესის თვალსაზრისით. ხშირად მიაჩნიათ ხოლმე, რომ ეს არის რაღაც ეგრეთ წოდებული PR ნაბიჯი. თავად PR-იც არ არის სრულად, მაგრამ თუ კი კავშირშია შენს საქმიანობასთან პირდაპირ კავშირში ის უფრო მდგრადი და ხანგრძლივ ვადიანია, ასე ვთქვა და მე მართლა მინდა რომ მადლობა გადაგიხადოთ თქვენს მიმართულებას საქართველოს რაგბის კავშირში, იმიტომ რომ ძალიან მაგარ CSR პროექტებს ახორციელებთ. შენ გინდა და რაღაცას კითხო. მე მინდა და რაღაც თქვა, ნონო, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ სპორტსმენები, ანუ ადამიანები, რომლებიც სამაგალითონი არიან ბავშვებისთვის, ერთვებიან ისეთ პროცესებში, ისეთ პროგრამებში, პროექტებში, რომლებიც არის სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელი და თან ემსახურება, რა თქმა უნდა, ცნობიერების დონის ამახლებასაც ამ თუ იმ საკითხის მიმართ. მე ვფიქრობ, რომ ეს ვალდებულება ყველა იმ ადამიანის, ვინც ასე ვთქვათ, ახალგაზრდები უყურებენ როგორც მისაბაძ მაგალითს, ნებისმიერი სფეროს არ არის აუცილებელი და რაგბი იყოს, მაგრამ რაგბი რახან არის საკმაოდ პოპულარული სპორტი და ბევრი მომდინარე ყავს, ჩვენ ვალდებული ვქნათ თავს, რომ სწორედ მიმართოთ ეს ჩვენი პოპულარობა. ჩვენ ასე ვთვლით, რომ მეომრები ვართ მოედანზე და მოედნის გარეთაც, ანუ მოედანზე ვერკინებით სხვა გუნდებს, მოედნის გარეთ ვერკინებით სხვადასხვა სოციალურ პრობლემებს, ჩართულები ვართ, იცით ალბათ არაერთი კამპანია გვაქვს. და ეს უბრალოდ ჩვენში ეს დევს ესა და ეს არ არის რაღაც PR აქციას ის არ ხდება, ეს ჩვენი ვალდებულებაა და ვფიქრობ, რომ საზოგადოებას რაღაცა უნდა დაუბრუნოთ უკან მინიმუმ იმ სიყვარულისათვის, რასაც ვიღებთ. საინტერესოა მაშინ როცა დასრულდება ეს პროექტი, ანუ რას მივიღებთ? დასრულებულ სახლს, ხო? ეს იქნება პირველი მერცხალი, ასე ვთქვათ, ამ ჩვენს ძალიან დიდ კომპლექსში, პირველი კოტეჯი. და ასე მერე ალბათ გადასცემენ ესტაფეტას უკვე სხვა კომპანიებს. ეს კოტეჯები, რომელიც კომპონენტი კოტეჯების, რომელიც გათვალისწინებულია ამ კომპლექსში, ეს არის 24 საათიანი მონიტორინგის კოტეჯები. ანუ იმ შემთხვევაში, როდესაც ზოგიერთ მათგანს აუტიზმის მქონე ადამიანს აქვს კრიზისული პერიოდი, ამ კოტეჯებში მოხდება ოჯახთან ერთად მათი გადმოსვლაც გარკვეული პერიოდით, ეს 10 დღე იქნება თუ 2 კვირა დამოკიდებულია მდგომარეობაზე და თერაპევტის მუდმივი ჩართულობის ქვეშ მოხდება ამ კრიზისული სიტუაციის გამხდარობით, რომ ოჯახმა ამ დროს არ იცის როგორ მოიქცეს. სხვა დროს ეს კოტეჯი დატვირთული იქნება იმით, რომ ადამიანებს ასწავლიან დამოუკიდებლად ცხოვრების უნარებს. ეს იქნება პირადი ჰიგიენა, თუ კვება, საკვების მომზადება და ასე შემდეგ. ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი. მეორე კომპონენტი ამ კომპლექსის გახლავთ ის ადმინისტრაციული ნაგებობა, რომელიც მოიცავს თავის თავში სასწავლო ოთახებს, ეს არის ლაბორატორიებსაც უძახით ზოგიერთ მათგანს, ეს არის როგორც აკადემიურ უნარებზე მუშაობა, ასევე მათი განსაკუთრებული უნარებზე, მაგალითად ეს შეიძლება იყოს კულინარია, ან მხატვრობა, ან მუსიკა, გააჩნების რა უნარი აქვთ, ასევე სპორტული მიმართულება არის გათვალისწინებული და სოციალური საწარმოებია კიდე ამ კომპლექსში გათვალისწინებული, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, იმიტომ რომ ისინი სწავლენ დამოუკიდებლად მუშაობის უნარს. უღრმესი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის, ძალიან დიდი მადლობა იმ სოციალური პროექტებისთვის, რომელსაც ახორციელებთ. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ იწყება პროექტი სახლი, რომელშიც ჩართულია საქართველოს რაგბის კავშირი და აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდი. სწორედ აი ამ ორი ორგანიზაციის წარმომადგენლები იყვნენ ახლა ჩვენთან სტუმრად. ნონო ანდღულაძე და თამარ მელაშვილი, კიდევ ერთხელ წარმატებას უსურვებთ. დამატება მინდა ერთი რამის 4-დან 22 იმის ჩათვლით, ვიცით რომ მოწლამდელები არგენტინაში ითამაშებენ უკვე ტურნირს, შემდეგ მსოფლიო 1000 მოდის და მოკლედ ძალიან დიდი სარაგბო გულშემატკივრობ და გვამაყობთ რაგბი ჩვენი თამაში. განსაკუთრებით რაგბის. ახლა უნდა გავადავინაცვლოთ მეცნიერების